მოგესალმებით. დღეს ვისაუბრებთ ჯანდაცვის მუნიციპალურ რგოლზე და იმ მიღწევებსა და გამოწვევებზე, რომელიც უწყებას გააჩნია. დღეს გადაცემის სტუმარი გახლავთ ქალბატონი ნერი მანცინცაძე. მოგესალმებით. მადლობა რომ მოგწენთით. მოგესალმები გიორგი, მოგესალმები ჩვენს მაყურებელს. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის პირველად ვარ თქვენთან და თან ამ ამპლუაში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვის და სოციალური დაცვის კომისიის თავმჯდომარე და გისურვებთ საინტერესო ეთერს. ძალიან დიდი მადლობა. დარწმუნებული ვარ, რომ საინტერესო საუბარი ელოდება მაყურებელს. დავიწყოთ 2026 წლის პრიორიტეტებზე საუბრით, რა შეიცვალა, რას გეგმავთ და ვიდრე საქმიან ნაწილში გადავიყვანდეთ ჩვენ საუბარს, საწყისში მინდა რომ განმარტება გავაკეთო. ძალიან ხშირად ჟღერს შემდეგი სახის კითხვა, რატომ გვაქვს უწყება რეგიონში, რომელსაც წარმოადგენს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო, თუ დამატებით არის საჭირო არსებობდეს კომისიები, უწყებები, რომელიც თითქოს ერთი შეხედვით მსგავს კომპეტენციაში და ქოლგაშია გაერთიანებული. მოდი ამ ნაწილსაც გავცეთ საწყისში პასუხი და განმარტოთ, რომ ის კომისია, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ, რა არეალს ფარავს, გავცეთ პასუხი, ვისთვის არის და ის სიკეთეები, რომელიც არის მუნიციპალური სიკეთეები, ვისზე ნაწილდება, ვის შეიძლება ქონდეს პრეტენზია ამ სერვისებით სარგებლობის. ძალიან დიდი მადლობა გიორგი. მართლაც ისეთი კითხვის მოცემისთვის, რომელსაც ალბათ უფრო ვინც ჯანდაცვის საქმეში კარგად ღრმად არის შეხედული, ალბათ ის დასვამდა და ჟურნალისტისგან ცოტა მოულოდნელი იყო ჩემთვის. ამაზე მე მაინც ვილაპარაკებდი, მაგრამ მიხარია რომ ეს საკითხი თქვენ ასე დასვეთა. მადლობა. ესე იგი ძალიან კარგი საკითხი არის ის, რომ რატომ იქნა აუცილებლობა, რომ მერია შევიდეს აი ამ ჯანდაცვის და სოციალურ სივრცეში თავისი დაფინანსებებით. ნუ ასე გავიგე ეს კითხვა და აბსოლუტურად გეთანხმები კარგი კითხვისთვის, რადგანაც ისედაც ამ განმარტებას მე გავაკეთებდი, რომ დღევანდელი ჯანდაცვა არის ძალიან ცვალებადი და ძალიან განვითარებადი და ამ წუთში მე როგორც ჯანდაცვის პოლიტიკასთან შეხებული პირი, რომელიც ვარ პრაქტიკოსი ექიმი, სამედიცინო განათლებასთან მაქვს საქმე, შემიძლია ვთქვა, რომ ნაბიჯ ძალიან კარგად მივდივართ ერთმანეთთან შერწყმით, ასე ვთქვათ, ერთმანეთის გაძლიერებით და რა ხდება. ჩვენ ძირითადი პროგრამები მაინც გვაქვს ეს საქართველოს ძალიან დიდი სახელწოდება აქვს ჩვენ სამინისტროს და ამიტომ მოგდეთ ვიტყვი ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სამინისტროს ეს ფედერალური პროგრამები, ძირითადი პროგრამები საქართველოს მოსახლეობისათვის, შემდეგ პროგრამით შემოდის აჭარის ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სამინისტრო და შემდეგ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია ამ შემთხვევაში ჩვენ და ნუ იქ სხვადასხვა რაიონების მუნიციპალიტეტების მერიები, ხო. და რა მინდა ახლა ვთქვა, ჩვენი მიზანი რა არის? ჩვენი მიზანი არ არის ახალი პროგრამების შემუშავება, ჩვენი მიზანი არის შევავსოთ ის პროგრამები, რომლებიც მოქმედებს. ეხლა რა მინდა ვთქვა, ასე რომ მოსახლეობამ ჩვენმაც კარგად გაიგოს, ძირითადი ჩვენი ხერხემალი მაინც არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც მოქმედებს 2014 წლიდან და მაშინ გახსოვთ რამდენი ამბები იყო ამის თაობაზე, როგორ გაამართლებს, რომ არ გაამართლებს და მთელი ამბები. მაგრამ გამართლეს პროგრამა და დღეს ვერ წარმოგვიდგენია ჩვენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გარეშე, რომელსაც აქვს ყველა მოსახლეობაზე, ყველა ჯგუფის მოსახლეობაზე თავისი შედგენილი პროგრამები. ვიღაცისთვის არის ის ძალიან დატვირთული რა მხრივ, ბევრი მომსახურების ბევრი სერვისი არის, ვიღაცისთვის ეს არის ნაკლები. მაგალითად, მე არ უნდა მქონდეს პრეტენზია, რომ მე იგივე სერვისები უნდა გამოვიყენო სახელმწიფოსგან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, რაც მაგალითად სხვა ადამიანებმა, რომლებსაც ნაკლები შემოსავალი აქვთ, რომლებიც არიან რაღაცით მოწყვლადი, რომლებიც პენსიონერები, მაგალითად ბავშვები, ხო მართალია? ამიტომ ეს სხვადასხვა პროგრამები. ამის გარდა არის დარგობრივი პროგრამები საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, ხო? აქეთ კიდე აჭარის ჯანდაცვის დაცვის პროგრამები, რომლებიც არის ძალიან გათვლილი. ესე იგი, ერთი პროგრამა მეორე პროგრამას არ იმეორებს, მხოლოდ ხდება მისი გაღრმავება ან ახალი პროგრამის შექმნა და შემიძლია. საინტერესოა, ახერხებთ თუ არა წარმატებით იმას, რომ კვეთა არ მოხდეს. არა, ნამდვილად,
აი მადლობა. რა თქმა უნდა, აი ნამდვილად არ ხდება კვეთა, ხდება შევსება, ასე დავარქვათ ამას. ხდება შევსება, ხდება გაღრმავება. რა ძალიან ისეთი სკრუპულოზური სამუშაოა, მაგრამ ჩვენმა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის სოციალური დაცვის სამსახურმა ეს შეძლო, რომ გაითვალისწინა ყველა მოქმედი პროგრამები, თქვენ ჯერ წარმოიდგინეთ, მართლაც ყველა პროგრამებში უნდა ერკვეოდე, ხომ? საქართველოს აჭარის ჯანმრთელობის და შემდეგ უკვე ის დახვეწო ის პროგრამები მოარგო ჩვენს მოსახლეობას. საერთოდ როგორ მუშაობს ჩვენი მერის ეს სამსახური? აი ძალიან სტრუქტურა აქვს, ძალიან საინტერესო და ეს უნდა გითხრათ აუცილებლად, რადგანაც აქ უყურეთ რა განყოფილებები არის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის პოლიტიკის განყოფილება, ყველაზე მეტად რაც მომწონს. მეორე განყოფილება არის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების მართვის განყოფილება და მესამე არის სოციალური დაცვის პროგრამების მართვის განყოფილება. აი ორი განყოფილება მართვის და ყველა საინტერესო მაინც ჩემთვის არის პოლიტიკის განყოფილება და რატომ? იმიტომ აი პოლიტიკის განყოფილება ის თქვენ ახლა ამ წუთში რაც თქვი გიორგი ხო? ეს ითვალისწინებს ყველაფერს და ეს მუშაობს აი ამ პროგრამებზე, მის დახვეწაზე, მის გაღრმავებაზე. თუნდაც თუ რომელიმე პროგრამა ამოწურავს თავის შესაძლებლობებს იმ სხვა პროგრამის ჩანაცვლებაზე, პროგრამებში გადანაწილებაზე ზოგჯერ თანხების, იმიტომ ბენეფიციარების რაოდენობა იმატებს, ხო? მისი საქმე არის სტრატეგიის შემუშავება, ტაქტიკის, ახალი პროგრამების შემუშავება, მისი კავშირი სხვადასხვა სამედიცინო ინსტიტუტებთან, მისი კავშირი სხვადასხვა ორგანიზაციებთან, თუნდაც მთავრობასთან, ჩვენთან მერიასთან. საინტერესო ინდიკატორი რა არის ამ შემთხვევაში? რით ხელმძღვანელობს აღნიშნული განყოფილება? დიდი ალბათობით მოთხოვნაზეა აქცენტი. რა თქმა უნდა, ბენეფიციარების მოთხოვნაზე და უყურეთ აქვს სხვადასხვა მაჩვენებელი. ეს არის საბაზისო მისი მაჩვენებელი, ყველაფერი ხდება აბსოლუტურად სტანდარტების და გაიდლაინების მიხედვით რაც ხდება და საქართველოს აი ჯანდაცვის სამინისტროს ნორმატივების მიხედვით, ხო? მაგრამ აქვს ძალიან საინტერესო ინდიკატორები. უყურეთ, საბაზისო მაჩვენებელი, გათვალისწინებული უფრო სწორად მაჩვენებელი და შემდეგ შესრულებული მაჩვენებელი. აი ამ გათვალისწინებულ მაჩვენებელს შესრულებულ მაჩვენებელს შორის თუ არის რაღაცა ცდომა, აი ამ ცდომის გაანალიზება ხდება და წარმოიდგინეთ, იმ ცდომის გაანალიზებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა შემდგომში ახალი პროგრამების შემუშავებაში, ან თუნდაც ახალი პროგრამებს არ ვიტყვი, სერვისებს ვიტყვი, მაინც მის გაღრმავებაში. ეხლა ჩვენ რაც შეეხება აი სერვისები, პროგრამების სიტყვა სერვისით რატო შევცვალე? უყურეთ, პროგრამების ჩამონათვალე არის ჯანდაცვას ცალკე, სოციალური დაცვას ცალკე და კიდე მესამე ჩვენ გვაქვს არის ეს სანიტარული ზედამხედველობა და ეპიდსიტუაციის მართვა. იქ კიდევ სხვა პროგრამები, ხო? მაგრამ თითოეული პროგრამა იმდენ სერვისად არის, იმდენ კომპონენტად არის ჩაშლილი, რომ მართლაც ეს არის ერთი მეცნიერება. თქვენ რომ საკმაოდ რუტინულია, როგორც აღმოჩნდა, შორიდან შესაძლოა ოდნავ უფრო მსუბუქად ჩანდეს ეს პროცესები, მაგრამ ძალიან საინტერესოა მუნიციპალური პროგრამების შესახებ ინფორმაცია, რამდენად აღწევს ფართო მასებში. ხომ არ არის დრო ოდნავ რეფორმირდეს საინფორმაციო არხები და ოდნავ მეტი აქტივიზმი იმისთვის, რომ მივიტანოთ შესაბამისი სიკეთეების არსებობის შესახებ ინფორმაცია შესაბამის პირებთან. ეხლა უყურეთ, ეხლა ბოლო იმიდან დავიწყებ, რომ უფრო გავაღრმავთ ეს გავაუმჯობესებათ მოქალაქეებამდე ინფორმაციის მიტანა. ეხლა ამ წუთში სოციალური რგოლები აი ამ პროგრამების შესახებ მზადება, რომელიც გაშღერებული იქნება ტელევიზიით, ისე როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო თავის რგოლებს და ამას სავსე დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგრამ აი რა ხდება, როგორ ხდება მოქალაქეებზე ინფორმაციის მიტანა, ხო? ჯერ ერთი რომ ყველა სამინისტრო დაწესებულებებში არის ბანერები ამ პროგრამების არსებობის შესახებ. ჩვენი სამსახური მაქვს არა საკრებულ, არამედ ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დაცვის სამსახური აკეთებს შეხვედრებს ექიმებთან სამედიცინო დაწესებულებებში. ეხლა მოგეხსენებათ, ბათუმში არის ბლომად სამედიცინო დაწესებულებები, მაგრამ ეს არ არის აუტანელი, რომ ვერ შეხვდნენ ჩვენი წარმომადგენლები სამედიცინო პერსონალს, ხო? ცოცხალი რგოლის ნაწილი. აბსოლუტურად იციან ყველაფრის შესახებ და ყველაზე მეტად რაც აი ბოლო დროს განვითარდა და ძალიან მომწონს, ხო? ეს არის სერვის ცენტრების სპეციალისტების მზადყოფნა. მზადყოფნა
და ისინი დაატრენინგებული არიან ამ მიმართულებით, ძალიან კარგად იციან ამ პროგრამების არსებობის შესახებ და როცა ზოგჯერ ძალიან მიხარია ასეთი რაღაცაც, როცა მოქალაქე რაღაცა პრობლემის გამო მიმართავს, ისინი კიდე პარალელურად უხსიან, რომ რომელ პროგრამებთან, სერვისებთან მათ აქვს წვდომა. ასე რომ ეს პრობლემა არ არსებობს. ჩვენთან ეს ყველაფერი განცხადებები მოდის, მერიაში შემოდის ეს განცხადებები, მაგრამ ძირითადად მან შემოდის სერვის ცენტრებიდან და იქ ხვდებიან სპეციალისტები, რომლებიც ამ მხრივ არიან და ტრენინგებული და იციან ამ პროგრამების არსებობის შესახებ. ეხლა გეთანხმები, მაშინ რომ ყველა მოქალაქემ შეიძლება არ იცოდეს და მართლაც არის ეს პროგრამების შესახებ, მაგრამ როცა ერთხელაც მაინც თავის სერვის ცენტრში მოხდება რა, უკვე ყველა პროგრამა იმან იცის და აი ამ სოციალურ რგოლების შესახებ რაც აუცილებელია, უკვე მოკლე ხანში. როდესაც გავსი ტიპის შენიშვნა არ ქვია უბრალოდ რეკომენდაციას გავცემთ ხშირ შემთხვევაში პირველ რიგში ადრესატები ამ შენიშვნის ვართ ხოლმე ჩვენ მედია საშუალებები, რომელიც ალბათ მეტ ყურადღებას უნდა აბუთმობდეთ იმას, რომ მით უმეტეს საზოგადოებრივი მაუწყებლის უპირველესი ფუნქცია და დანიშნულებაა საზოგადოებას ემსახურებოდეს. აქვე მინდა ვთქვა, რომ ჩვენი კარი ღიაა ყოველთვის, ვისაუბროთ იმ გამოწვევებზე, სიკეთეებზე, რაც უწყებებს გააჩნიათ. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ბიუროკრატიული სტანდარტი. რამდენად მარტივად ხდება თქვენი პროგრამების ხელმისაწვდომობა საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, სამედიცინო სფერო არის ერთ-ერთი საკმაოდ რთული სფერო თავისი ბიუროკრატიის გათვალისწინებით და იმ სტანდარტების, რომელსაც მოიცავს საჭიროებიდან მიღებამდე ეტაპი. რამდენად არის ეს გამარტივებული, ან მუშაობთ თუ არა უფრო მეტ სიმარტივეზე, იმიტომ რომ ეს ის ნაწილია, რომელიც წლებთან ერთად თითქოს ძალიან ნელი ტემპით იცვლება. მაქსიმალურად არის მორგებული მოქალაქეებზე, აი ჩემი თვალთახედვით, რასაც ვხედავ. თუ რაიმე სხვა მოსაზრება, რომელიმე მოქალაქეს გააჩნია, ჩემი კარებიც არის ღია და მე მის გვერდით ვიქნება და შემდეგ შეიძლება ერთად დაგვიცახო. ესე იგი, რა ხდება ამ შემთხვევაში? როცა შემოდის ჩვენთან განცხადება, თუ ეს არის პირველადი ჩართვა პროგრამაში და მე აი შეიძლება წლების მიხედვით ამ პროგრამით უნდა ეს პროგრამა უნდა გამოიყენოს, ხომ? ხდება რა თქმა უნდა მოკვლევა, ხდება შესწავლა. იქ არის შესაბამისი დოკუმენტები, რომლებიც უნდა წარმოადგინოს და ამ დოკუმენტების შემდეგ შეხდება ამისი განხილვა და ეს ხდება მოკლე პერიოდში. რამდენად მოქნილია დროში? ეს არის ამიზნე რომ გავარკვიოთ. ეს 1 დღეში, 2 დღეში, 3 დღეში ვერ მოხერხდება, მაგრამ ეს ხდება ძალიან მოკლე პერიოდში. ამის შესახებ თუ რაიმე დოკუმენტის არის ნაკლებობა, ჩვენი სამსახური ეს ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სამსახური ელექტრონულად, იქ მისამართი ელექტრონული არის მითითებული, SMS-ის სახით ეგზავნება, მოითხოვენ ამ ადამიანისგან დოკუმენტების დამატებას, ხშირ შემთხვევაში არის დოკუმენტების გაუმართავობა, როგორ თქვა, რომელიღაცა დოკუმენტი ატკია, ხომ? ამაზეც მიდის საკმაოდ დრო. ზოგჯერ SMS-ებსაც არ კითხულობენ ისე ჩვენი მოქალაქეები, ასეთი შემთხვევებიც არის და უკვე წერილების გაგზავნა ხდება და ამაზე მიდის დროს. მაგრამ თუ ყველაფერი გამართული აი ვაუჩერის გაცემა ხდება ძალიან დროულად. მაგრამ ზოგჯერ არის ასეთი სიტუაცია, რომ აი ეს შემოსული განცხადება საჭიროებს განხილვას. ის მუდმივ მოქმედ პროგრამაზე რომ არ არის ლაპარაკი, მაგალითად რაღაც ოპერაციის გამო ამოიწურა თანხები, მაგალითად, თქვათ ონკოლოგიური ოპერაცია, ხო? საქართველოს ჯანდაცვა აფინანსებს ძირითადად ის გამოიყენა ყველა შესაძლებლობები, აქეთ აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო, რომელიც ყოველთვის გვერდში უდგას ონკოლოგიურ პაციენტებს, მაგრამ კიდე რაღაცა კვლევა საჭირო, რომელიც საჭიროებს თანხას, ხო? აი ეს განცხადება რომ შემოდის, აი ამას ჭირდება შემდეგ განხილვა კომისიაზე განვიხილავ და აი კომისია ყოველდღე რა თქმა უნდა არ ტარდება თვეში ერთხელ სოციალური დაცვის და ჯანმრთელობის დაცვის კომისია და ცოტა დროს მოითხოვს, მაგრამ იქაც ითვალისწინებენ იმას, რამდენად სასწრაფო არის ეს საქმე და ზოგ შემთხვევაში სწრაფად ხდება კომისიის შეკრებაც. ქრონიკული დაავადებების ნაწილზე ვისაუბროთ იმ პროგრამებზე, რომელიც მხარდამჭერია და რომელიც მიმდინარეა ამ ეტაპზე, როგორც გადავავლე თვალის საკმაოდ ვრცელია ჩამონათვალი და საკმაოდ მნიშვნელოვან ერთგვარ დიაგნოზებსაც აერთიანებს. ძალიან სერიოზულია. დიახ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ვიტყოდი კიდეც რამდენიმე მათგანი, რომ ეს პროგრამა არსებობს, ნიშნავს მეტ შენარჩუნებულ სიცოცხლეს, ვისაუბროთ უფრო დეტალურად ამ ნაწილზე. რადგანაც ჩვენ შესრულება გვაქვს 94%, ხო? ეს უკვე ნიშნავს, რომ პროგრამები ეს სამსახური მუშაობს გამართულად და კარგად, ხო მართალია? მე არ ვამბობ, რომ არ არის შეცდომები, მე არ ვამბობ, რომ შენიშვნები არ არის, რა თქმა უნდა იქნება, როცა ასეთ დიდ
დიდ პროგრამებთან გაქვს საქმე და მის შესრულებასთან, მაგრამ არ უნდა იყოს დანაშაულებრივი შეცდომა, ხო მართალია? ხარვეზი პროცესის ნაწილია ქალბატონ ნერიმან. ეს განვითარებადი არის. ქრონიკულ დაავადებას აბსოლუტურად გეთანხმები. მათი სიცოცხლის ასეთი პაციენტების სიცოცხლის განხორციელებისათვის აი ეს მედიკამენტოზ კვლევები თუნდაც შემდგომში არარუტინული, რუტინული კვლევები აღარ ასაჭირო, დიაგნოზი დასმულია, ხო მართალია? მაგრამ აქ მთავარი არის მედიკამენტებით უზრუნველყოფა და ხელისშეწყობა მათზე. და ისეთი სერიოზული დაავადებები, რომლებიც არის და აქაც კიდე ხას უსვამ რას იცით, სხვა დაავადებები ქრონიკული უკვე გათვალისწინებული არის ან საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, ან აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, ამიტომ ჩვენ არ ვმეორდებით. და ეხლა ჩვენ დაავადებები, ეს არის ბრონქული ასთმა, ეს არის შაქრიანი დიაბეტი, დაავადებები, იშვიათი დაავადებები, კიდე რაც ძალიან მნიშვნელოვანი და არასდროს რომ ამას არ აქცევდნენ ყურადღებას და თურმე საკმაოდ ბევრი პაციენტი ყავს. ესე იგი 3-4 წლის წინ მე მგონი, როცა პირველად ეს პროგრამა ამუშავდა იშვიათი დაავადებების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა, ხო, და ფინანსური დახმარების, მაშინ 12 განცხადება იყო ბენეფიციარი, მაგრამ მაინც დაუშვეს ასეთი რაღაცა, რომ ეს აბაზისო მაჩვენებელი იყო ცოტა და რადგანაც თქვენ წარმოიდგინეთ, რომ აი ეს პროგრამები ექიმებსაც აყენებენ უფრო მეტი სიფრთხილის გზაზე, რომ მათაც დაიწყეს უფრო ღრმად კვლევა პაციენტის, რომ იქნებ რაღაც იშვიათი დაავადებები გვაქვს და რომლის ხარდაჭერა შეიძლება აი ამ პროგრამების საშუალებით, ხომ? და დღეს უკვე ყოველწლიურად, ხომ, ეს იშვიათი დაავადებები, როგორც არის ფენილკეტონურია, მაგალითად, მუკოვისციდოზი, ცელიაკია, აი 15-17 პაციენტი ახალი ემატება და ამ პაციენტების მდგომარეობა რა თქმა უნდა უმჯობესდება და უკვე იმ გართულებებთან აღარც გვაქვს აქ და ხშირად ახალგაზრდა რა ქვია პაციენტებიც ყავს, ხომ? და იმ გართულებებთან აღარ გვაქვს საქმე, რომლებიც მაგრამ შემდგომში სიცოცხლისთვის უკვე არის საშიში. ძალიან საინტერესოა და ძალიან მნიშვნელოვანია ბუნებრივია, თუმცა როგორც აღნიშნეთ, ნებისმიერ პროცესს ახლავს ხარვეზები, ნებისმიერ პროცესს ახლავს გამოწვევები. ჩემი თვალსაჩინით, მაშინ, როდესაც ჩვენი ცხოვრება ამდენად რუტინულია და ამდენად არასტაბილურიც შეიძლება ვიყოთ თამამი და ვთქვათ, ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებში არის ნაკლები ყურადღება, არ გულისხმობ აქ მხოლოდ ჩვენს რეგიონს, ზოგადად მთლიანად ქვეყნის მასშტაბს თუ გადავავლებთ თვალს, პრიორიტეტი ფსიქიკური ჯანმრთელობა თითქოს არ არის თავისი დაწესებულებების სიმწირით, ასევე სპეციალისტების სიმწირით და ზოგადად პროგრამების სიმწირით. რატომ არ დგას ეს საკითხი მძაფრად, მაშინ, როდესაც ძალიან გაახალგაზრდავდა ფსიქოემოციური ტრავმების ნაწილი და დისბალანსი? ჩვენ ძალიან ბევრი დიაგნოზირებული ბავშვიც კი გვყავს, არამც თუ ზრდასრული ადამიანი. გასაგებია კითხვა და გეთანხმებით, რომ აი დღევანდელ სამყაროში, სადაც ციფრული ტექნოლოგია ძალიან და არა მარტო ბავშვებზე, ჩვენზე ძალიან უშველებელი ზეგავლენა გააჩნია. ადიქციების მსხვერპლივართ, ფაქტობრივად სხვადასხვა ადიქციის მსხვერპლივართ, აბსოლუტურად გეთანხმებით და ამას შემდეგ ფსიქოლოგიური დარღვევები მოყვება და განსაკუთრებით ეს ბავშვთა ასაკში არის ყურადღება მისაქცევი. ამაზე ჩვენ ძალიან ბევრს ვმსჯელობთ, ვფიქრობთ და ეხლა აქედან გპირდებით, რომ ეს მაქსიმალურად ყურადღება ექცევა ამ წუთშიც ყურადღება და გეტყვით როგორ ექცევა და რა თქმა უნდა ამას ჭირდება განვითარება, ხომ? მაგრამ ცოტა სხვანაირი მიდგომა ჭირდება და სპექტრის ნაწილში ვიცი რომ გაქვთ მოქმედი და საკმაოდ ხარდამჭერილი გოლია. ძალიან სერიოზული, სადაც ყველა სპეციალისტი არის ჩართული, აი ეს პროგრამები რომ მუშაობს და ნამდვილად შემიძლია ვთქვათ, ერთ-ერთი გამართული პროგრამა არის ქალაქ ბათუმისა, აი ეს ამ სპექტრის პაციენტები. რაც შეეხება აი ამ თანამედროვეს, რასაც თქვენ მეუბნებით, ხომ? აქ ჩვენ ყოველ თვეში ვიკრიბებით კომისია, მე საკრებულო მაქვს. ცოტა აი ჩვენი მხარე თქვენ იცით საკრებულოთია დაკავებული, რა თქმა უნდა, საკანონმდებლო ორგანო ვართ და ასე დამხედველობთ. ქალბატონ ერმა, მაპეტეთ ჩავერთვებით და მაპეტეთ რომ გაწყვეტინებთ. ინიცირების შესაძლებლობა გააქვთ? რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კი, როგორ არა, გვაქვს ინიცირების და აი ახლა ამაზე ვამბობ ზუსტად, რომ ჩვენ ყოველ თვეში ოფიციალურად კომისიას ვატარებთ, სადაც ყველა ჩვენი კომისიის წევრი ღებულობს მონაწილეობას, ვიწვევთ ამ ჩვენი სამსახურის ჯანდაცვის სოციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელებს და თითოეულ იმაზე ხდება ჩვენი აი ამ პროგრამების განხილვა, მათი პლუსები, მათი მინუსები და როგორ დავხვეწოთ. ერთ-ერთი მათგანი არის ის, რასაც შენ ამბობ ამ წუთში, გიორგი, ხო მართალია?
ხომართალია, მაგრამ ჩვენ არასდროს წინ არ უსწრებთ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამებს. ის რაც ჩვენ გეგმავთ და დაგეგმილი ქონდა მონახას ვაკეთებდით, რთული ქცევის ბავშვების სოციალური რეაბილიტაცია, ეს დაიწყო აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო. როდესაც ჩვენ ძალიან კოორდინირებულები ვართ მათთან, მე მაქვს მხედველობაში არასაკრებულო, არამედ კომისია არ მყავს სამწუხაროდ მხედველობაში, არამედ ეს ჯანდაცვის დეპარტამენტი, ისინი ძალიან კოორდინირებულია. როცა მათ წელს დაიწყეს ეს პროგრამა, ხომ? და ძალიან გამართულად და კარგად და ძალიან კარგი ექიმის ინიციატივა იყო, რომ მას მთხოვა რომ არ გამაჟღერო, მე უბრალოდ დაურეკე, მე უთხარი მიულოცე რა კარგი პროგრამა გაიკეთებიათ, გემთხოვა არ გამაჟღერო, გეხვეწები რეკლამა იქნება. რეკლამას, არ უყარს ეს გამორჩევა თავის, მაგრამ ძალიან კარგი ახალგაზრდა ექიმი არის. უყურეთ რა შესაქმე, გაჯე დამოკიდებულებას უნდა დავიწყოთ სკოლიდან. იცით რა არის, ჩვენ რომ დავიწყოთ ეხლა გაჯედ და ჩვენ გქონდა განათლების კომისიის თავმჯდომარესთან საუბარი ჯაბა ჭანტურიასთან, რომელიც ძალიან დიდი სიამოვნებით შემოვიდა, მოდი მოვიფიქროთ ერთად რაღაცაო. ამიტომ ეს ჩვენი თანამშრომლობაც არის ძალიან საინტერესო. ჩვენ დავგეგმავთ ამას ყველაფერს, როგორ დავიწყოთ სკოლიდან ეს ყველაფერი. მაგრამ იცით, მანამდე პრევენცია საჭირო, სანამ მკურნალობამდე მივალთ. დიახ, ეს არის უმთავრესი, სწორედ აქ მქონდა რეპლიკა, რომ ალბათ პრევენციაზე უფრო უნდა იყოს მიმართული მით უმეტეს სახელმწიფო რესურსები, რომ ჩვენ ვიცით, რომ ყავს ნარკოდამოკიდებულების რიცხვი საკმაოდ მზარდი, სხვადასხვა ტიპის ადიქციები, რომელიც თქვენც და მეც ვახსენებ მსჯელობისას, მე ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია არსებობდეს ფსიქოემოციური მხარდაჭერის ერთი სუყეულუფა პროგრამისა, რომელიც ამ ნაწილზე იქნება ორიენტირებული. იმაში, რომ ეს პროგრამები უნდა გაფართოვდეს, მაგაში გეთანხმებით, მაგრამ მაინც დავიწყოთ პრევენციით და შემდეგ უყურეთ, მაინც ველოდებით ჩვენ იმ პროგრამის, რომელიც ამუშავდა უკვე ძალიან კარგად, შემდგომში, როცა შეისწავლიან ანალიზს გააკეთებენ ამ პროგრამის, როგორ ჩავერთოთ ჩვენ. აი იმ პროგრამებში, რომელიც რთული ქცევის მოზარდებზე არის გათვალისწინებული და ახალი პროგრამა დაიწყო მუშაობა 2026 წლის იანვრიდან. დიახ, მნიშვნელოვანია საზოგადოებას უთხრათ, ვის შეუძლია კონდეს ერთგვარი ამბიცია, რომ მოგმართოთ და კონტენტ მოლოდინი რომ დაკმაყოფილდება და შშმ პირთან დაკავშირებით, პირებთან დაკავშირებით ეს სისტემა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, არასოდეს შესაძლებლობას არ ვკარგავ ჩავშალოთ ეს ნაწილი, რა ბენეფიტები შეუძლია ისარგებლონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა მუნიციპალური რესურსებიდან, რა მიმდინარე პროგრამებია ამ ეტაპზე, რომელშიც რა მხარდამჭერი რგოლია ამოქმედებული. მე ვიცი, რომ არის სხვადასხვა მიმართულებით, საკმაოდ საინტერესო მსუყეულუფები, რომელზეც ასევე ძალიან მწირია საჯაროდ ინფორმაცია. ეხლა ის რაც ეხება ჯერ სუბსიდირებაზე დავიწყებ, მაშინ რომ ეს სოციალური ესე იგი, მთლიანად მაინც მიმართული არის ეს პროგრამები და ეხლაც ვაჟღერებ და ძალიან დიდი სიამოვნებით მე მოვისმენ ყველანაირ შენიშვნას, მოსაზრებას შშმპირებთან და რომ დაკავშირებით, რაც მომავალში შეიძლება განმახორციელოთ და ყოველთვის მზად ვარ ასეთი შეხვედრების. საკმაოდ გრძნობიარე ნაწილია გეთანხმებით. კი, ნამდვილად გეთანხმებით და შეიძლება მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი გვაქვს გათვალისწინებული, მაგრამ გამორიცხული არა, იმიტომ რომ ნებისმიერი პროგრამა არის ეს ცოცხალი ორგანიზმი, რაღაცა დასამატებელი, მოსარტყელი არაფერი. ნებისმიერი ადამიანის საჭიროებაც განსხვავებულია და შესაბამისად. და გეთანხმებით აბსოლუტურად. მე ეხლა ასისტენტის პროგრამა ალბათ იცით, ახალი პროგრამა და ამას გავაჟღერებ, გაგონი გექნება, სულ ხშირად ვამბობთ ამის შესახებ. მე ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი ძალიან დიდი ხელისშეწყობა არა მარტო შშმ პირისთვის, არამედ ოჯახის წევრისთვისაც. მე მაგათად აი ამ ასისტენტის პროგრამის გაფართოებაზე კიდევ ვიფიქრებდი ძალიან დიდი სიამოვნებით, იმიტომ რომ მართლაც არის ხელისშეწყობა და მართლაც ცოტა მეტი გასაქანი არის შშმ პირისთვის. ხო მართალია. შემდეგ რაც ის იმიდა სოციალურიდან დავიწყე ეს სუბსიდირება, იქ ქულებსაც აქვს რაღაცა მნიშვნელობა, მაგრამ ძირითადად შშმ პირებისთვის არის გათვლილი, ხო? კომუნალური გადასახადების იქით კიდე ტრანსპორტით მგზავრობის სუბსიდირება, ხო? და რაც შეეხება სუფთა აი ამ ჩვენს სამედიცინო სერვისებს, ხო, პროგრამას არ ვამბობ, სერვისებს, ხო, აი ამ სამედიცინო სერვისებში ყველაზე მნიშვნელოვანი არის მაინც რეაბილიტაცია, ხო მართალია. ის რაც შენარჩუნებული გვაქვს, უნდა შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო უნდა გავაუმჯობესოთ და აი ეს არის ჯერ ერთი ბავშვებში უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამას, არა? და ეს პროგრამა ძალიან კარგად გვაქვს გათვლილი 3 და 7 წლამდე
და შემდეგ 7-დან 18 წლამდე. ორიენტირი არის რემისია, როგორც ხვდები ამ შემთხვევაში. შენერჩუნება არსებული სურეთის. შენარჩუნება და ოდნავ თუ შეიძლება გაუმჯობესება. ეხლა მე ხშირი შეხება მაქვს როგორც პრაქტიკოს შშმპირებთან და ესე აი ძალიან აქ შეიძლება უკვე თემას გადაუხვიო, მაგრამ დამაბრუნებ ვიცი გიორგი. ამ კითხვას რომ არ შემარჩენ. ხო ძალიან დიდი სიამოვნები დავბრუნდები, მაგრამ მოდი გავაჟღერებ მაინც ჩემს წუხილს და რასთან დაკავშირებით. ჩემი წუხილი არის ის და მე ვიცი რომ ამას გააკეთებს ჩვენი ჯანდაცვის სამინისტრო. ჩვენ ესე იგი 18 წლამდე გარანტირებული სარეაბილიტაციო ღონისძიებების ჩატარება შეგვიძლია ჩვენს პაციენტებზე, შშმპ პირებზე. 1-დან 7 წლამდე ერთი პროგრამით და 7-დან 18 წლამდე მეორე პროგრამით, ხო? და გვაქვს ჩვენ პროგრამა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს რეაბილიტაციური ღონისძიებები, ეს არის 2400 ლარიანი ასეთი პროგრამა, რომელიც გათვლილი არის 3-ჯერ წელიწადში სარეაბილიტაციო ღონისძიებებზე. მაგრამ ჩვენ ესეთი პატარა და მნიშვნელოვანი შუალედი გვაქვს დარჩენილი და მე ვიცი რომ ჩვენი მინისტრი ამას გააკეთებს, ეს იქნება ესაა ჩემი დიდი სურვილი ამხრება რა სხვა ჩემი რევმატული შშმპირებისთვის ყველაფერი გააკეთა ჩვენმა სამინისტრომ ნამდვილად ამ წუთში მე ასე არ ვამბობ. იცით, როცა დაისმება დიაგნოზი აუტოიმუნური დაავადების, იმ დიაგნოზს რომელიც შეიძლება კი არა და რომელიც მიგვიყვანს სწრაფად შშმპირის სტატუსამდე, ეს არ უნდა დაუშვათ. აი იმ პერიოდში ჩვენ რეაბილიტაცია როგორმე უნდა შეუწყოთ ხელი ახალგაზრდებს რომ გავაკეთოთ უფასოდ და მე ვიცი რომ ეს პროგრამაც მალე იქნება. ჩვენ იმდენად კარგი პროგრამები გვაქვს აუტოიმუნურ დაავადებებზე, რომ ეს ასეთი პატარა იმის პროგრამის კიდე თუ მოერთება, მე როგორც რევმატოლოგი ვამბობ რომ უკეთეს მე ვერ ვიოცნებდი. გარდა პროგრამისა შესაძლებელია ის, რაზეც ახლა საუბრობთ, ანუ შეგვიძლია შევაჩეროთ პროცესი. შეგვიძლია შევაჩეროთ და გიორგი ჩვენ ვაჩერებთ მაგ პროცესს უკვე. ამას უკვე მე მერის იმიდა გამოვედი და როგორც პრაქტიკოსი მე იცით რას ვამბობ, გავა, აი მაგათაც დაისვა დიაგნოზი ახალგაზრდა ადამიანზე რევმატოიდული ართრიტი. ხომ დავიწყეთ მკურნალობას არ ექვემდებარება ხშირად და დავიწყეთ ბიოლოგიური მედიკამენტური მკურნალობა, რომელსაც აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო, ეს არის ძალიან აქტიური, ძალიან თანამედროვე პრეპარატები, ძალიან თანამედროვე, რომლებიც არის ძვირადღირებული, მაგრამ ჩვენი ჯანდაცვის სამინისტრო მას აფინანსებს და ჩვენ ვაღწევთ დაავადების რემისიას, აბსოლუტურ რემისიას ვაღწევთ. ესე იგი ჩვენ არ მივალთ შშმპირის სტატუსამდე. აი ამ პერიოდში მინდა რაღაცა ის 10 წელი დაგმარება, რომ ჩვენ იქ ნამდვილად არ მოვთ და გავა 10-15 წელი ჩვენთან ეს პროგრამა უკვე ძალიან კარგად მუშაობს და ჩვენ რევმატიული დაავადებებით ძალიან ცოტა გვეყოლება შშმპირები. შესანიშნავია განსაკუთრებით ეს დიაგნოზი ჩემთან ძალიან ახლოა და შესაბამისად ჩემი გზნობილობაც ამ ნაწილში ზენიტშია. მნიშვნელოვანია ვისაუბროთ ზოგადად იმ გამოწვევებზე, რომელიც ყველა უწყებას აქვს დღეს, რომ შეგეძლოთ რადიკალური ცვლილება, რა ნაწილში იცრუებდით ამ ცვლილებას. იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ თქვენ წარმოადგენთ საინტერესო კომისიას, ჩვენი მუნიციპალიტეტის თქვენ ხართ სამედიცინო სფეროს მოქმედი წარმომადგენელი და თქვენ ყველაზე კარგად გესმით რა სჭირდება სფეროს იმისთვის, რომ იყოს უკეთესი ხვალინდელი დღე. გიორგი, მე უკვე ესე იგი იმდენად ეს მინდოდა, რომ მე უკვე ვთქვი ის რაც მე მაკლია და მინდა, ხო? და დანარჩენი, აი მაგათად კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ მაინც მორგებული ვართ იმ პროგრამებს და არ ვიმეორებთ პროგრამებს და ვაუმჯობესებთ იმ პროგრამებს, ხო? მე ვიმუშავებდი, აი გითხარით კიდეც რომ იმაზე პრევენციაზე, აი განათლების კომისიასთან ერთად და აი იმ გაჯერ დამოკიდებულების მიმართულებით და დანარჩენი თითქმის ყველაფერი გათვალისწინებულია, რისი შესაძლებლობაც არის, მაგრამ თუ კიდე რამე მოსაზრება იქნება ჩემი კოლეგებიდან, ძალიან დიდი სიამოვნებით გავითვალისწინებთ, თუ რამე მოსაზრება იქნება ჩვენი მოქალაქეებიდან აუცილებლობა, იქაც რა თქმა უნდა მათ გვერდით ვართ. იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს საკმაო ბიუჯეტი იმისათვის და ეს ბიუჯეტი იზრდება, თანხებზე ჩვენ არ ვლაპარაკობთ ერთხელ სარგიხსენებებ, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა, იმიტომ რომ 34 მილიონი 650.000 ლარზე მეტი გვაქვს ბიუჯეტი. ესე იგი 20-24 წელში ჩვენ გვქონდა 2024 წელს 27 მილიონი და დღეს 34 გვაქვს რაღაც მილიონი. საკმაოდ ციფრია. მოკლე დროისთვის. და ამიტომ ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი პროგრამისთვის, ნებისმიერი იდეებისთვის, მოსაზრებებისთვის ღიად ვართ ჩვენ საკრებულოც და ჩვენი სამსახური. ვის შეუძლია ამ სიკეთეებით ისარგებლოს? აი კულმინაციური კითხვა, რითაც დავიწყეთ ჩვენ საუბარი, ძალიან ხშირად ხდება აღრევა სამინისტროს, რომლის კომპეტენციაც და უფლებამოსილებას ვრცელდება მთლიან აჭარაზე ამ შემთხვევაში, არ გულისხმობ საქართველოს ცენტრალურს.
ქალაქ ბათუმის საკრებულოს წარმოადგენთ დღეს და აუდიტორიას საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, ვის შეუძლია ისარგებლოს იმ სერვისებით, რომელზეც ვსაუბრობთ. რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა ისარგებლოს ადამიანებმა, რომლებსაც აქვთ ამისი აუცილებლობა. რა თქმა უნდა, დამოკიდებული არის ეს თვითონ ადამიანის მდგომარეობაზე, არის ეს შუმპუპირი, პენსიონერი, დაბალშემოსავლიანი, ხომ აღარ ჩამოთვლი იქ დაბალშემოსავლიანი, 1000 ლარზე ვისაც აქვს შემოსავალი ქულების მიხედვით, აქ ბევრი რაღაცები არის ჩაშლილი და ძალიან ბევრი, ამიტომ ვთქვი დასაწყისში ასეთი რაღაცა, რომ ეს სერვისები იმდენად გაწერილი და გათვლილია, ამიტომაც არის დახმარება ზოგჯერ მოქალაქეზე საჭირო, თვითონ აი სერვის ცენტრების სპეციალისტებს აქედან მეუბნები მადლობას ბევრს, იმიტომ უკვე სახელი და გვარებითაც ვიცი, რომლებიც ამას ყველაფერს ძალიან კარგად უხსნიან. ზოგჯერ ადამიანს აქვს მოლოდინო, მას უფრო მეტი ეკუთვნის, ვიდრე არის მაგალითად ეუბნება ადამიანი, მაგალითად თანამშრომელი სერვის ცენტრის, რომ თქვენ მაგალითად მხოლოდ ეს პროგრამები გეკუთვნით, ხომ? თუ შევხედავთ საზოგადოებაში არის ამისი აუცილებლობა, რომ აი ეს ამ ტიპის დარღვევები მაგალითად გავაფართოვოთ, ხომ? იქ უკვე ფართოვდება, იქ უკვე კომისიაზე განვიხილავთ და ერთ რაღაცას გეტყვით, რომ ჩვენ დასაწყისში ვთქვი ასეთ რომ კომისიები ვიკრიბებით თვეში ერთხელ აუცილებლად, ეს ოფიციალურად ვიკრიბებით, ამაზე არასდროს ერთხელაც არ ყოფილა და ამისი ჩვენი სამსახური, მერის სამსახურები ყოველთვის მოდიან და მოხსენებებს გვიკეთებენ თითოეული პროგრამის შესახებ და საინტერესოა იცით რა, რომ თვითონ კომისიის წევრები ყველა ექიმი ხომ არ არის, არის სხვადასხვა სპეციალობის ადამიანები, შემდგარი ადამიანები, არა გამოცილი თავის სფეროში. ეს კიდევ უფრო საინტერესო ყოფილა თურმე, იმიტომ რომ იმდენად საინტერესო შეკითხვები და მოსაზრებები გააჩნიათ, რომ ამის ყველაფერს ვითვალისწინებენ და ითვალისწინებენ კიდე ჩვენები. მაგრამ მეორე რაღაცა კიდე თუ კიდე ვინმეს რა მოსაზრება გააჩნია სურვილი, აგერ ვარ ერთი ადამიანი და ოფიციალურად ვაცხადებ, რომ ყველაფერი იქნება გათვალისწინებული, შეგიძლიათ მომართოთ მეც, რადგანაც ვარ მერის ჯანმრთელობის სოციალური საკითხთა კომისიის თავმჯდომარე და მე გავაჟღერებთ რა მნიშვნელოვანი თუ იქნება რომ შევასრულეთ გავაკეთეთ და დასასრულს აკვირდა ავამატოთ ის რომ ეს ყველა სიკეთე არის მიმართული ბათუმის მოსახლეობისთვის. ძალიან დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. მადლობა საინტერესო გაშლილი თემისთვის. ძალიან მომწონს ეს პროფესია, მას შემდეგ რაც აღმოაჩინე რომ ყველაზე კარგად აირეკლავს გულწრფელობას, გულწრფელ საუბარს, გულწრფელ კომუნიკაციას და მადლობა იმისთვის რომ თქვენ ძალიან გულწრფელი იყავით დღეს შეფასებებში. მადლობა კიდევ ერთხელ თქვენი დროისთვის მაყურებელს აქვე შევახსენებ რომ გადაცემის კითხვების პასუხობდა ქალბატონი ნერიმან ცინცაძე. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის და მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.